2 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მაქსიმუმ 1 წელიწადში დასრულდებოდა და თუ ამერიკის არჩევნებში რესპუბლიკელები მოიგებდნენ, მაშინ შეიძლება იანვარშიც კი დასრულებულიყო. ეს მას შემთხვევით არ უთქვავს. მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი იძახდა, რომ თუ არჩევნებს მოიგებდა, მაშინ 24 საათში დაასრულებდა ამ ომს. ანალოგიურად, საპროგნოზო ბაზრებს თუ ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ მათი აზრით ომი ნამდვილად 2025-ში უნდა დასრულებულიყო. ეს ასე არ მოხდა. უამრავი სამშვიდობო მოლაპარაკება ჩაიშალა, ამერიკელებსა და რუსებს შეხვედრაც კი ჰქონდათ ანკორიჯში, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. ახლა კი 2026 წელი და ომის დასასრული ჰორიზონტზე არ ჩანს. თუ თქვენ შეხედავთ რუკას, აღმოაჩენთ, რომ ბოლო 2 წელიწადში ფრონტის ხაზი მინიმალურად არის შეცვლილი. აქ ჩნდება ძალიან ბუნებრივი შეკითხვა. თუ ვერც რუსები დიდ ვერაფერს ვერ იპყრობენ და თუ ვერც უკრაინა ვერ იბრუნებს ტერიტორიას, მაშინ რატომ გრძელდება ეს ომი? არ შეიძლება რომ დასრულდეს? მე სანამ ამ კითხვაზე ჩემი პასუხს გეტყვით, მსურს რომ ეს საკითხი ცოტათი განვაზოგადო, დაგიხსნათ, რომ ზოგადად ნებისმიერი ომი საკმაოდ უცნაური არის და ალბათ არც ერთი არ უნდა ხდებოდეს რაღაც გაგებით. შემდგომ შემოგთავაზებთ ამის ახსნებს და მოვარგებთ მათ უკრაინის კონტექსტს. წარმოვიდგინეთ, რომ გვაქვს ორი სახელმწიფო, რომელიც რაღაცაზე ვერ თანხმდება. შეიძლება ორივეს იგივე ტერიტორიის კონტროლის სურს, შეიძლება ფულის ამბავი ან შეიძლება რაიმე რესურსის გამო დააობენ. მაგრამ ესენი თუ ომს დაიწყებენ, მაშინ ესეთი სიტუაცია არის, რომ სიტყვაზე წითლებს აქვთ 30%-იანი მოგების ალბათობა, ლურჯებს კი 70%-იანი მოგების ალბათობა. გამარჯვებულს დარჩება ის საკითხი, რის გამოც დაობდნენ, გინდა ეს ფული იყოს, გინ ტერიტორია, წაგებულს კი არაფერი არ დარჩება. თუმცა, ორივე რაღაცა ხარჯს გაიღებს, რადგან ომის დროს ბევრი რამ ნადგურდება, ადამიანები იხოცებიან, მიწა ოხრდება, შენობები ინგრევა და ასე შემდეგ. ამიტომაც ისინი მოიგებენ იმას, რის გამოც დაობდნენ, მაგრამ ასევე რაღაცას დაკარგავენ. სიმარტივისთვის წარმოვიდგინეთ, რომ ის საკითხი, რის გამოც ეს ორი მხარე იბრძვის, ღირს დაახლოებით $1,000,000. ეს ნიშნავს, რომ თუ წითელი გაიმარჯვებს 30%-იანი ალბათობით, მიიღებენ $1,000,000. თუ 70%-იანი ალბათობით წააგებენ, მაშინ მიიღებენ $0. შესაბამისად, წითელს ეს ომი უღირს დაახლოებით $300,000 საშუალოდ. მაგრამ $100,000 კარგავენ იმ ყველაფრის გამო, რაც აქამდე ვახსენეთ, რომ ბევრი რამ განადგურდება. შესაბამისად, გამოდის ჯამში $200,000. ლურჯის შემთხვევაში კი ეს არის პირიქით. 70% ალბათობით ისინი მიიღებენ $1,000,000, 30% ალბათობით ისინი მიიღებენ $0 და ისინიც გადაიხდიან ამ $100,000-იან ხარჯს. ანუ ლურჯისთვის ომის ღირებულება გამოდის $600,000. აქვე ალბათ შეამჩნევთ რაღაცა უცნაურს. ამ ორ მხარეს შეუძლია ძალიან მარტივად რომ ეს საგანი უბრალოდ გაყოს. წითელმა წაიღოს ამ საგნის 30%, ლურჯმა კი 70%. ამ შემთხვევაში წითელს შეხვდება $300,000, ლურჯს $700,000. ეს კი ორივე მათგანს ომს პირდაპირ ურჩევნია და ეს არის მთავარი უცნაურობა. თუ ორ მხარეს შეუძლია რომ მათი ძალის პროპორციულად გაგონ ხოლმე საგნები, მაშინ რატომ ვერ ახერხებენ ამას და მაშინ რატომ ხდება ომი? ეს არის ალბათ საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სტატიის შეკითხვა და მას აქვს 3 ძირითადი პასუხი. პირველი მიზეზი არის საკმაოდ მარტივი. შეიძლება რომ საკითხი არ იყოფოდეს. გასაგებია რომ ტერიტორია შეგვიძლია რომ ორად გავყოთ, გასაგებია რომ ფული შეგვიძლია რამდენიმე ნაწილად გავყოთ. მაგრამ თუ საუბარი არის იმაზე თუ ვინ შეერთავს ცოლად ელენეს, მაშინ ამას უბრალოდ ვერ მოვაგორებთ გაყოფით. არ გამოვა რომ მენელაოსმა ცოლად შეერთოს ელენეს თავი, პარიზმა კი მისი ფეხები. ელენე ორ ნაწილად არ იყოფა. ნუ აქაც რაღაც ვარიანტები შეიძლება რომ ერთის ცოლი იყოს შაბათ-კვირას და მეორის ცოლი იყოს სხვა კვირის დღეებში, მაგრამ გასაგებია რომ ესეც საკმაოდ არარეალური არის. ამიტომაც აქ ეს ორი მხარე უბრალოდ ომს აირჩევდა. მეორე მიზეზი კი არის, რომ ორი მხარე შეიძლება ვერ თანხმდებოდეს მოგების ალბათობებზე. მაგალითად, თუ ორივე ზგონია, რომ მარტივად მოიგებს ომს, მაგ შემთხვევაში თანხმებას უბრალოდ ვერ მიაღწევენ და ვერაფერსაც ვერ გაიყოფენ. ეს ალბათ ნაწილობრივ ხსნის უკრაინაში ომის დაწყებას. კი, უკრაინას არ ეგონა, რომ ომს მარტივად მოიგებდა ან რაიმე მსგავსი, მაგრამ რუსებს აშკარად არაადეკვატური წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ შანსებზე. მათ ეგონათ, რომ სამ დღეში კიევს აიღებდნენ და მალე ყველაფერს დაასრულებდნენ. ეს კი ასე არ მოხდა. მაგრამ ეს მხოლოდ ომის დასაწყისს თუ ახსნის და არა იმას თუ ომი რატომ იწელება. იმიტომ რამდენიმე თვის შემდეგ და მით უმეტეს რამდენიმე წლის შემდეგ ყოველთვის ცხადი არის ხოლმე, თუ ვის რამხელა გამარჯვების შანსები აქვს, მაგრამ ზოგი ომი მაინც ძალიან დიდი ხანი იწელება. შესაბამისად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ახსნა გვჭირდება. მესამე მიზეზს კი მე ქართულად ვეძახი ხოლმე თვით იძულების პრობლემას. ანუ სიტუაციას, როცა ორივე მხარეს ურჩევნია ომს რაღაცაში თანხმება, მაგრამ ორივე მიცის, რომ ერთ-ერთი მათგანი მომავალში ამ შეთანხმებას უღალატებს. ეს კი თავის მხრივ რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება ხდებოდეს. უცებ გეტყვით ორს. პირველი, შეიძლება ძალათა ბალანსი იცვლებოდეს. მაგალითად, თუ ათენი და სპარტა ეჯიბრებიან ერთმანეთს და ათენი ძლიერდება, ორივეს აწყობს, რომ ახლა მორიგდნენ და დადონ შეთანხმება, რომ გაიყონ საბერძნეთი. მაგრამ, რადგან ათენი ძლიერდება, 10 წელიწადში იქნება ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე სპარტა არის დღეს და შეიძლება რომ მათ უბრალოდ უღალატონ და ახალი შეთანხმება მოითხოვონ, რომელიც ათენისთვის არის ბევრად უკეთესი. ამიტომაც, სპარტას აწყობს, რომ დღეს დაიწყოს
ომი და არ დაელოდოს იმას, რომ ათენი მომავალში გაძლიერდება. ეს ახსნა, რომ იცოდეთ, მე არ მომიგონია ნამდვილად ამას წერს თუ კიდე და პელოპონესის ომის ისტორიაში. როცა ომს აბრალებს ათენის მზარ ძალას და იმ შიშს, რომელიც ამან შთააგონა სპარტაში. ამას უფრო ზოგადად კი პრევენციულ ომს უწოდებენ და ნიშნავს ნებისმიერ სიტუაციას, როცა ომი იწყება იმის გამო, რომ ერთ-ერთი მხარე არ გაძლიერდეს. ზოგჯერ ასევე პირველი მსოფლიო ომით სწორედ ამ მიზეზით იხსნება ხოლმე. აქვე მეორე ახსნაც და შემდგომ პირდებით, რომ უკრაინის ამბავს დავუბრუნდებით. შეიძლება სახელმწიფო დავის საგანი იყოს ისეთი, რომელიც მათ ძალაზე ახდენს გავლენას. შეიძლება ისინი ვერ თანხმდებოდნენ, თუ ერთ-ერთ მათგანს ამხელად ჯარისყოლის უფლება აქვს. ან შეიძლება რაღაც ტერიტორიაზე დავავდნენ, რომელიც შემდგომ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ შეუძლია ერთს, რომ შეუტიოს მეორეს. სწორედ ეს ხდებოდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს. უკრაინელები ამბობდნენ, რომ 800,000-იანი არმია სურდათ. რუსები კი იზრდებოდნენ, რომ მაქსიმუმ 600,000-იანი უნდა ყოფილიყო. ეს პირდაპირ ახდენს გავლენას უკრაინის ძალაზე და მის თავდაცვის უნარიანობაზე. შესაბამისად, ახლანდელი დადებული შეთანხმება უკრაინის ჯარს შემცირებდა, ხვალ უკვე ეს შეთანხმება აღარ იქნებოდა რუსეთის ინტერესში, რადგან მათ შეიძლებათ რომ უფრო მეტი წაეღოთ, რადგან უკრაინა იქნებოდა უფრო სუსტი. ანალოგიურად, ამ მოლაპარაკებებში კიდევ ერთი დავის საგანი იყო დონეცკის ოლქზე კონტროლი. დღეს რუსები იზახიან, რომ დონეცკის ოლქი არის მათი, მაგრამ უკრაინა ამის 1/4-ს აკონტროლებს. საქმე ისაა, რომ მთლიანი დონბასი უკრაინამ ძალიან სერიოზულად გაამაგრა 2014 წელს რუსული აგრესიის შემდეგ, როცა რუსებმა მოახდინეს ყირიმის ანექსია და დაიწყეს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა. ამის შემდეგ უკრაინელებმა იქაურობა გაამაგრეს და რუსებისთვის შეტევა ამიტომაც არის დღეს ძალიან რთული. თუ უკრაინა ამ ტერიტორიას რუსებს დაუთმობს, მაგ შემთხვევაში ხვალ რუსებისთვის ძალიან მარტივი იქნება შეტევის ახალდან განხორციელება და ბევრად მეტის წაღება. ამიტომაც უკრაინისთვის რუსული პირობები არის სრულიად მიუღებელი. მათ აქ რეალურად არჩევანი არ გააჩნიათ. შეიძლება ეგონოთ, რომ უფრო დიდი ალბათობით რუსები ადრე თუ გვიან წაიღებენ დონბასს, მაგრამ თუ ამას უკრაინა თავისით დაუთმობს ახლა, მაშინ რუსები აუცილებლად ბევრად მეტ წაიღებენ, რადგან გაუმარტივდებათ მათ შეტევა. შესაბამისად, უკრაინას მხოლოდ ერთი რამ შეუძლია გააკეთოს, ეს არის რომ გარისკოს და გააგრძელოს ბრძოლა. აქვე მეორე საკითხი, რომელიც არის ამასთან მჭიდრო კავშირში, ეს არის ნატო და უსაფრთხოების გარანტიები. ზოგის აზრით, ომი საერთოდ ამის გამო დაიწყო. ამაში რაღაცა სიმართლის მარცვალი არის, მაგრამ ჯამში მე მგონია რომ მცდარია, რადგან 2022 წელს არავის არ ეგონა რომ უკრაინა ნატოში შევიდოდა. თუმცა ის ხშირი ახსნა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო, რადგან ნატო არ გაფართოებულიყო, მე მგონი ჯამში სიმართლის არ შეესაბამება. მაგრამ დღეს ეს ნამდვილად არის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მუხრუჭი. საქმე ისაა, რომ უკრაინა მოითხოვს დასავლეთიდან უსაფრთხოების გარანტიებს. ანუ, იმ შემთხვევაში თუ მომავალში კიდევ იქნება ომი, უკრაინა სურს რომ დასავლეთმა დაიცვას. ეს არის იგივე დე ფაქტო ნატოს წევრობა. რუსეთისთვის კი ეს მიუღებელი არის ორი ძირითადი მიზეზის გამო. პირველი არის, რომ მათ სურთ ვეტო ჰქონდეთ უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე. ანუ, თუ უკრაინამ რამე დააპირა, რაც რუსეთს არ სურს, მაშინ რუსეთს შეეძლოს, რომ ისინი ომით დააშინონ და უთხრან, რომ არა, მაგას არ გააკეთებ, თორმე ომს განვაახლებ. მაგრამ თუ უკრაინა იქნება დაცული, ან ნატოს მიერ, ან რაიმე დასავლური უსაფრთხოების გარანტიების მიერ, მაგ შემთხვევაში რუსეთს არ ექნება ეს ვეტო უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე. მეორე მიზეზი ანალოგიურად არის, რომ თუ უკრაინას ექნება მშვიდი განვითარების საშუალება და იქნება დაცული, მაგ შემთხვევაში შეიძლება ადრე თუ გვიან, როცა რუსეთში იქნება ქაოსი, უკრაინელებს გამოიყენოს იმისათვის, რომ აღადგინოს მისი ტერიტორიული მთლიანობა. ეს გარანტირებული ნამდვილად არ არის, როდესმე მოხდება, შეიძლება რუსეთში ქაოსი დიდი ხანი არ იყოს, მაგრამ ავტორიტარულ სახელმწიფოებს ნამდვილად ახასიათებთ ხოლმე პრობლემები. და საერთოდ არ იქნება გასაკვირი, რომ მილიტარიზებულმა და მშვიდად განვითარებულმა უკრაინამ გადაწყვიტოს, რომ ეს გამოიყენოს ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. გამოდის, რომ რუსეთიც თავის მხრივ პრევენციულ ომს აწარმოებს. მათ ეშინიათ, რომ ოდესმე მომავალში თუ უკრაინა იქნება ძლიერი და მილიტარიზებული, მაშინ მათ შეიძლებათ რუსეთს შემოუწრიალდნენ და წაიღონ ის, რაც რუსეთმა მათ უკვე წაართვა. მაგალითად, ყირიმი და მაგალითად დანარჩენი ოკუპირებული უკრაინა. ამასობაში უკვე გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ ვერ დათმობს უკრაინა დონეცკის ოლქს, რატომ ვერ შეამცირებს თავისი ჯარის ზომას და ზოგადად რუსული პირობები რატომ არის მისთვის მიუღებელი. ასევე გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ ვერ მიიღებს რუსეთი დაცულ და უსაფრთხოების გარანტიების მქონე უკრაინას. მაგრამ ეს არ პასუხობს ჩვენი ვიდეოს პირველ შეკითხვას. თუ ფრონტის ხაზი არის გაჭედილი, რატომ არ შეიძლება რომ უბრალოდ აი ამ ფრონტის ხაზზე გაჩერდნენ? საქმე ისაა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ წინ მიიწევს კურსნაბიჯებით, მაგრამ მაინც. ბოლო 1 წლის მონაცემს თუ შევხედავთ, რუსები ნელა მიდიან წინ, მაგრამ ესე 2028 წლისთვის ამ ტემპით შეიძლება რომ დაიკავონ დანარჩენი დონბასი. რუს გენერლებს გონიათ რომ 2026 წლის ბოლომდე შეძლებენ, მაგრამ სხვა არავის მაგის არ სჯერა. შესაბამისად, უკრაინელებიც კი იხედავენ ამის რისკს, მაგრამ ურჩევნიათ გარისკვა და რუსებს კი ურჩევნიათ გაგრძელება, რადგან მათ შეუძლიათ რომ მეტი დაიკავონ.
აქედან გამომდინარე კი თქვენ უნდა ხვდებოდეთ უკვე პასუხს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან შეკითხვაზე. ეს არის როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ომი. თუ ეს ომი გვინდა რომ დასრულდეს, მაშინ რუსებს პროგრესიის საერთოდ აღარ უნდა გქონდეთ. ბოლომდე უნდა გაჩერდნენ და სრულად უნდა დაკარგონ იმედი, რომ შეიძლება რომ დონბასი დაიკავონ. ამისთვის საჭირო იქნება რომ უკრაინისთვის მომარაგება გააძლიეროს დასავლეთმა და მათ კიდევ უფრო მეტი შეერაღება მისცენ. ამ შემთხვევაში ნამდვილად შესაძლებელი იქნება რუსები საერთოდ გააჩერონ უკრაინელებმა. სამწუხაროდ ამ წამს ამის პოლიტიკური ნება დასავლეთში არ ჩანს. მადლობა მოსმენისთვის, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამიხარდება თუ ამ არხს გამოიწერთ და კომენტარებში მეტყვით, ასევე მით უმეტეს გამიხარდება თუ არ მოგეწონათ და მეტყვით რა შემიძლია რომ გავამჯობესო. კიდევ ერთხელ მადლობა მოსმენისთვის, კარგად.